ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო ჩემი კინოს სიყვარული ბავშვობიდან, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ოჯახი მყავს მათემატიკოსების, ჯერ ჩავაბარე თსუ-ში, გამოყენებით მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტზე. 4 წელი ვისწავლე, დავამთავრე და მაგრამ სულ ვიცოდი რა, რომ რაღაცა კინო მინდოდა და მერე უკვე ჩავაბარე თეატრალურში. 2 დიპლომიანი ვარ, ასე ვთქვათ, მათემატიკოსის და მეორე რეჟისორის. და მაგის მერე ხო რაღაცა ძალიან ესე წავიდა ჩემი სადიპლომო ფილმი, რომელიც რა ძალიან ფესტივალზე მოხვდა, ყველაზე ძვირფასი ესე რქვა, მოკლემეტრაჟიანი ფილმი. და მაგის მერე გადავიღე 2 მოკლემეტრაჟიანი ფილმი და შემდეგ უკვე იყო ჩემი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი ოთარი სიკვდილი, მერე იყო მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმი ჩემი ოთახი და შემდეგ მოხდა ესე რომ კავაფისმა დამიძახა რეჟისორად სერიალის ცვალებად ნიშნები. რეჟისორი ალბათ პირველ რიგში არის გემოვნება და მეორე რიგში არის გამოცდილება და რაც უფრო იზრდები ალბათ იგი მომეთქვა რომ უფრო დიდი შანსია რომ რაღაცა კარგი გადაიღოს სავარაუდოდ ხო ნუ ჩემს შემთხვევაში ესე იყო რომ რაც ჯერ ერთი უნივერსიტეტი დავამთავრე მე როგორ რაღაცა 22-ის ვიყავ ჩავაბარე თეატრალურში მაგრამ ნუ ეგეც იყო რა რეალურად თეატრალურში ჩავაბარე სულ ვიღებდი და პირველი დღიდან სად არის კამერა ერთი რა ლექციებზე არ დავდიოდი მაგრამ ერთი მეორეზე ცუდს და ბოლოს უკვე რაღაცა სადიპლომო ფილმი ცოტა ვარგოდა მაგრამ რეალურად ეგ არის კი ანუ რაღაც უფრო გამოცდილება გემატება მაგალითად არ ვიცი თუნდაც აი ცვალებად ნიშნებამდე რომ მოვედი მე მგონია რომ უკვე რაღაც ძალიან დიდი მოკლედ მარტივად რის თქვა მინდა რომ მაგალითად 19 წლის ახალგაზრდებზე რომ ვიღებ და თინეიჯერებზე ეგ პერიოდი რადგან გავლილი გაქვს უფრო ბევრად მარტივია ხო ახლა მე რო ვიღებდი მაგალითად 50 წლის ხალხზე უფრო ბევრად რთული იქნებოდა ჩემს იმიტომ რომ ცხოვრების ეგ ეტაპი გავლილი არ მაქვს და ასე შემდეგ და ნუ ესეც მნიშვნელოვანია რა მეკდა გამბერ მე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს მაგასაკის რასაკის ახალგაზრდებს ახლა ვიღებ ამ სერიალს ესე ძალიან მეხმარება რა იმიტომ რომ რაღაცა თითქოს იმედი მაქვს რომ მესმის მათი ჩემი და ცვალებადი ნიშნების ურთიერთობა რა ძალიან მარტივად დაიწყო რა როდესაც კავა პლუსი შეიქმნა იმ დროიდან უკვე რაღაცა სულ მქონდა მოლაპარაკებები კავა პლუსთან რომ სერიალს იმედად რომ რაღაცა სერიალზე მიმუშავა და მე რაღაც პროექტები არ გამოვიდა ასე შემდეგ და ბოლოს ნუ შემთავაზეს რომ რაღაცა სერიალის სტუდენტებზე თუ დაინტერესდები და მე ძალიან მომეწონა იგივე ამიტომ რაღაცა მეც როცა ვიყავი 19-18 და უფრო პატარაც ზვიჟდებოდა ჰოლივუდი რაღაცა რა ქვია მაგას team drama არ ვიცი რაღაც American Pie და რაღაცა ფილმები გიქრება თალბათ ნახე ძალიან მიყვარდა და რაღაცა გავიხსენე ეს ჩემი ბავშვობა და აქაც რაღაცა ეგეთი სტილის სერიალი გვაქვს რომელიც ამბები მიყვარდა რაღაცა ბავშვობაში ხო და ძალიან ახალისაა რა მართლა ძალიან მომწონს რაც ვაკეთებთ საერთოდ არ გავს იმას რაც აქამდე გამიკეთებია კომედიაა და ნუ კომედიის გადაღება არის ძალიან სახალისო რა აი ყველა ჩემი მეგობარ რეჟისორს ურჩევ რომ კომედია ერთხელ მაინც გააკეთო იმიტომ რომ აქ რატომაც არ უყვართ თითქოს ეს ჟანრი არ ვიცი სერიალი არის ახალგაზრდების ცხოვრებაზე არის დღევანდელ დღეზე არის დამოუკიდებლობის სწრაფაზე, თავისუფლებაზე, მეგობრობაზე, სიყვარულზე, არ ვიცი. მოკლედ ის თქვა მინდა რომ ეს რატომ არის საინტერესო ეს სერიალი თუნდაც ჩემთვის და თუნდაც მგონია რომ საზოგადოებისთვის რომ დიდი ხანია ესეთი სერიალი კი არა ფილმიც არ ყოფილა რომ რაღაცა დღევანდელ ახალგაზრდებზე 19 წლის გოგო ბიჭებზე და სულ მას ვამბობ რომ თვლი რომ რაღაც ძალიან მართლა ეკუთვნით დღევანდელ ახალგაზრდებს რომ ქონდეთ მათი სერიალი